მეგობრებო, დღეს ჩვენ გადავიღებთ ვიდეოს GTA 6-ზე, რომელიც ძალიან საინტერესოა. GTA 6-ის პირველი ტრეილერი გამოვიდა 2023 წლის 2 დეკემბერს, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა YouTube-ში. დიდი ალბათობით მეორე ტრეილერში არ შეგიჩნევიათ პატარა დეტალები, რომელიც ძალიან საინტერესოა. საათზე არის გამოსახული 11:08, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ 8 ნოემბერს პრეორდერი გამოვა. ან თამაშის gameplay, ან კიდე თამაშის მესამე ტრეილერი. ვინც პრეორდერი არც რა არის თამაშის წინასწარ ყიდვა და როდესაც გამოვა თამაში, მაშინ თამაში ფულის გადაუხდელობის გარეშე. ასევე ლუდის ბოთლზე არის შემჩნეული გაზები, რომელიც არც ერთ თამაში არ არის შესამჩნევი და ჯეისონს კი ოფლი აქვს შესამჩნევი, რომელიც ძალიან გასაკვირია, რადგან ძალიან ძნელი გასაკეთებელია. ხაზზე არის რეფლექსი ტელევიზორის. პირველი ტრეილერი მარტო არის აწყებული ლუსიაზე. მამამ ლუსიას ბრძოლა ასწავლა, რის შედეგადაც, როდესაც ლუსია ოჯახს იცავდა, ის დააპატიმრეს. ჯეისონი იყო ძველი ჯარისკაცი, რომელმაც თავი გადაირჩინა მცირე კრიმინალით. ძალიან ბევრი ვარაუდობს, რომ GTA 6-ის გამოშვება დაჯდა $2 მილიარდი, ან 1 მილიარდი. ასევე შეგახსენებთ, რომ GTA 5-ის გამოშვება დაჯდა $265 მილიონი. მასში გამოვა PlayStation Slim-ზე და Pro-ზე, ასევე Xbox Series S და X და ასევე PC-ზე მოგვიანებით. GTA 6-ში მთავარი გმირები ლუსია და ჯეისონი იქნებიან, რომელთაც წესები არ აინტერესებს. ცუდი ის არის, რომ Rockstar-მა დრო აიღო 2026 წლის 26 მაისამდე, რომ ყველაფერი დაეხვეწათ. ასევე Rockstar-მა Google-ში გააკეთა საიტი GTA 6-ისთვის. და აი აგერა არის მითები თუ რა ფასი ექნება GTA 6 და რა შედის ამ ფასების განსხვავებაში.